თქვენი აზრით, თუინმე გაანადგურებს ათასობით უდანაშაულო ადამიანის ბედს, შეავიწროვებს და საიდუმლო გარიგებებს დადებს საჭირო ხალხთან იმის შესახებ, რომ თქვენი ბიზნესი გააკოტროს. თუმცა შემდეგ ააშენებს უნივერსიტეტებს, სამედიცინო კერებს, სკოლებს. ვინ იქნება ის სიცოცხლის ბოლოს? კრიმინალი თუ ქველმოქმედი ადამიანი? ეს ჯონ როკფელერია. ადამიანი, რომელიც 1916 წელს კაცობრიობის ისტორიაში ოფიციალურად გახდა პირველი მილიარდერი. ეს გვარი ყველასათვის ნაცნობია. ზოგისთვის ის ამერიკული ოცნების სიმბოლოა, ზოგისთვის კი ნამდვილი ეშმაკის, ბოროტი ექსპლუატატორის და პოლიტიკური ინტრიგანის. როკფელერზე ძირითადად მხოლოდ კარგი ვიცით. ის, რომ სიღარიბეს თავი დააღწია მხოლოდ საკუთარი ძალებით, გათვლებითა და შრომით, გახდა ქველმოქმედი და დაეხმარა ადამიანებს. თუმცა, რეალურად საქმე ასე მარტივად არ იყო. ამიტომ მოდით ამ ვიდეოში მის ცხოვრებას და საქმიანობას სხვა თვალითაც შევხედოთ. სანამ ამას დავიწყებთ, მოკლედ გავეცნოთ მის ბიოგრაფიას. როკფელერი დაიბადა 1810 წელს ნიუ-იორკში და იზრდებოდა საკმაოდ დიდ ოჯახში. ჰყავდა 5 და-ძმა. მამა ვილიამი იყო გერმანულ-ინგლისური წარმომავლობის, ხოლო დედა შოტლანდიურ-ირლანდიულის. მამამისი ხე-ტყის მჭრელი იყო, თუმცა მალევე მძიმე საქმე უკან ჩამოიტოვა და ფულის საშოვნელად მარტივი გზა მოძებნა. გახდა მოხეტიალე გამყიდველი. ის არაფრით ჩამოუვარდებოდა თაღრითებს, რადგან ატყუებდა ხალხს. განსაკუთრებით ღარიბებს. თავს ბოტანიკოს ექიმს უწოდებდა და სხვადასხვა ელექსირებს ყიდდა. სახლში იშვიათად იყო ხოლმე და ეს გასაკვირიც არაა, რადგან ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. ოფიციალური ცოლის, ელიზას გარდა წლების განმავლობაში პარალელურად ჰქონდა ოჯახი სხვა ქალთან, ნენსი ბრაუნთანაც, რომლისგანაც შვილებიც შეეძინა. მეზობლების თქმით, ის უცნაურ ადამიანად ითვლებოდა, რომელიც ცდილობდა თავი აერიდებინა მძიმე ფიზიკური შრომისთვის, თუმცა ჰქონდა კარგი იუმორის გრძნობა. ვილიამი ბუნებით რისკის მოყვარული იყო, რაც მას გარკვეული კაპიტალის დაგროვებაში დაეხმარა, რომლისგანაც $3,100 შეიძინა მიწის ნაკვეთი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა საწარმოში დააბანდა. შეიძლება ითქვას, რომ მწვანე ქაღალდები მისთვის მორალზე ბევრად მაღლა იდგა. წეღან ვახსენებ სხვადასხვა ელექსირებით ვაჭრობდა და არ გაინტერესებთ რისგან შედგებოდა ისინი? მაგალითად, კიბოს ელექსირის შემადგენლობაში იყო გადაუმუშავებელი ნავთობი. კი, იმ პერიოდში ადამიანებმა უკვე იცოდნენ ნავთობის არსებობის შესახებ, თუმცა არ იცოდნენ რაში უნდა გამოეყენებინათ ის. ამიტომაც ძალიან მარტივად იყენებდნენ სამკურნალო დანიშნულებით. სვავდნენ დღეში 3 ჩაის კოვს. ქმრის ხშირად სახლში არ ყოფნის გამო ოჯახს უძღვებოდა ჯონის დედა ელიზა, რომელიც იყო ღვთისმოსავი ბაპტისტი. ის საკმაოდ ეკონომიურად და გონივრულად ხარჯავდა თანხას, რადგან არავინ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა მეუღლე მორიგი სავაჭრო ხედიალიდან. მომავალში როკფელერი იხსენებდა, რომ მამა ადრეული ასაკიდან უყვებოდა იმ საქმიანობის შესახებ, რომელშიც იყო ჩართული. უხსნიდა ზოგადად ბიზნესის პრინციპებს. ხშირად აწარმოებდა შვილებთან მოლაპარაკებას და ყიდულობდა მათგან სხვადასხვა მომსახურეობას. მაგალითად, სახლის დალაგებაში უხდიდა 5 ცენტს, შეშის დაჩეხვაში 15-ს. ბავშვებს უფასოდ არაფერი არ ეძლეოდათ. ამით ის ასწავლიდა ყიდვა-გაყიდვას, შესაბამისად, გამდიდრებას. ამან მალევე გამოიღო შედეგი. 7 წლიდან ბიჭმა დაიწყო გარეული ინდაურების მოშენება გასაყიდად. ასევე მეზობლებისთვის ფულის სანაცვლოდ კარტოფილის მოყვანა. ყიდულობდა კამფეტებს ყუთებით და ყიდდა ცალობით. შემდეგ ყველა საქმიანობის შედეგებს აღრიცხავდა ხოლმე საკუთარ პატარა წიგნაკში. პირველი ხელფასის მიღების შემდეგ როკფელერმა შეიძინა ბუღალტრული წიგნი, რომელშიც ყველა შემოსავალს და გასავალს აღრიცხავდა. ყურადღებას აქცევდა უმცირეს დეტალებსაც კი. ის ამ წიგნს განსაკუთრებული პატივისცემით ექცეოდა და სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა. მთელ თავის შემოსავალს ფაიფურის ყულაბაში აგროვებდა. თანხას უფრთხილდებოდა და არ ფლანგავდა. ყველა გაწეული საქმიდან ცდილობდა სარგებლის პოვნას. იხსენებდა, რომ 13 წლის ასაკში ნაცნობ ფერმერს ასესხა $50, თითქმის 8%-იანი პროცენტით. მამის დაწყებული საქმე დედამ გააგრძელა. შვილს ასწავლა ცნობის მოყვარეობა, გამოუმუშავა დისციპლინა. აუხსნა ის, რომ ფუფუნება კი არა პასუხისგებლობაა. ოღონდ პასუხისგებლობა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან და არა ადამიანებთან. ამიტომ, მამისგან მან გაიგო თუ როგორ მუშაობენ ადამიანები და როგორ არიან ისინი მოწყობილი. დედისგან კი საკუთარი თავის ნდობა, რომ მას აქვს უფლება გადაწყვიტოს ის, თუ რა არის სწორი. 13 წლის ასაკში ჯონი რიჩფორდის სკოლაში შევიდა. ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ სწავლა საკმაოდ უჭირდა.
ამიტომ დავალებების შესასრულებლად გულმოდგინე შრომა უწევდა. როკფელერმა წარმატებით დაასრულა საშუალო სკოლა და გადაინაცვლა კლივლენდის კოლეჯში, სადაც ასწავლიდნენ კომერციის საფუძვლებსა და ბუღალტერიას. მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ბუღალტრული აღრიცხვის სამთვიანი კურსი უფრო მეც მისცემდა, ამიტომაც უნივერსიტეტი მიატოვა. მიატოვა ოჯახი მამამისმაც, რომელიც ოფიციალურ ცოლს არ გაშორდა და პირდაპირ მოიყვანა ახალი ცოლი. როკფელერი ადრეულ ასაკშივე მიხვდა იმას, რომ ფული ძალაუფლება არ არის. თუ ძალაუფლება გინდა, ის კონტროლში უნდა ეძიო. 16 წლის ასაკში დაიწყო სამსახურის ძებნა. კვირების განმავლობაში დადიოდა კომპანიიდან კომპანიაში, გასაუბრებიდან გასაუბრებაზე. იღებდა ათობით უარს. ეს მისი პირველი შეხვედრა იყო სისტემასთან და მან გააცნობიერა, რომ მასში გამარჯვებული არ არის ის, ვინც ელოდება. არამედ არის ის, ვინც მეთოდურად მოქმედებს, იწყებს ნულიდან და აუჩქარებლად, ნელ-ნელა იპყრობს ყველაფერს. საბოლოოდ მუშაობა დაიწყო ბუღალტრად. ამ პოზიციაზე ის არ იღებდა გადაწყვეტილებებს, არამედ საუკეთესო ადგილიდან აკვირდებოდა პროცესებს. ხედავდა, რა იყო კარგი, რა იყო ეფექტური, სად იკარგებოდა თანხა. ყოველ დღე ადარებდა, აჩამებდა, აოპტიმიზირებდა ყველაფერს. ამ პროცესში ადამიანები მისთვის იქცნენ ხარჯების პუნქტებად, პროცესის ელემენტებად. გაწეული სამსახურისთვის მისი ანაზღაურება დღეში 50 ცენტს შეადგენდა. თუმცა იმხელა ძალისხმევას დებდა და იმდენ შრომობდა, რომ კომპანიაში ადგილი მარტივად გაიმყარა, რასაც მოყვა ხელფასის გასამმაგება და შემდეგ დაწინაურება. ხელფასით $600, რაც იმ დროისთვის ძალიან კარგი შემოსავალი იყო. წარმოგიდგენიათ ალბათ პატარა ბიჭს როგორ გაუხარდებოდა ამხელა სტაბილური შემოსავალი, არა? არა. მან სამსახური დატოვა, რადგან იცოდა, რომ წინა კადრს ამ პოზიციაზე ბევრად მეტს უხდიდნენ. სამსახურის გარეშე დარჩენილმა ჯონმა გადაწყვიტა ბიზნესის დაწყება, ნაცნობთან მორის კლარკთან ერთად. ამისთვის, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა თანხა, რომელიც ისესხა მამისგან კარგი დიდი პროცენტით. დაიწყეს ხორცით, მარცვლეულით და სხვადასხვა საქონლით ვაჭრობა. შემოსავალი და მოგება კარგი ჰქონდათ, თუმცა სისტემა არ იყო გამართული. კლარკს უნდოდა სწრაფი ზრდა, ჯონს კი სტაბილური. თანაც შემოსავალი დამოკიდებული იყო ბაზარზე და როკფელერს უკვე აქედან არ მოსწონდა რამეზე დამოკიდებულება. 1859 წელს პენსილვანიაში იწყება ნავთობის ბუმი. ეს ის პერიოდია, როდესაც მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ამერიკაში ინდუსტრიალიზაციაა, რასაც ხადია მოჰყვა სწრაფი ურბანული ზრდა და განათების, ანუ ნავთის საჭიროება. შესაბამისად, არც ის არაა გასაკვირი, რომ ნავთობი სტრატეგიულ რესურსად იქცა. სწორედ ამ დროს ამერიკელმა ბიზნესმენმა ედვინ დრეიკმა აღმოაჩინა, თუ როგორ შეიძლებოდა ნავთობის მოპოვება ჭარბურ ხელით და დაიწყო ახალი ერა. ბაზარზე გამოჩნდა ათასობით ნავთობის მცირე მწარმოებელი კომპანია, თუმცა არავინ გეგმავდა შორ პერსპექტივებს. ფასები არასტაბილურად და არალოგიკურად იზრდებოდა და ეცემოდა. დღეს თუ ძვირი ღირდა, ხვალ სრულად უფასურდებოდა. არ არსებობდა არც წესები, არც სტანდარტები, ან რეგულაციები. ხშირი იყო ნავთობის აფეთქებები, გაჟონვები, რაც საკმაოდ დიდ ტერიტორიებს ანადგურებდა. ყველა ისე მუშაობდა, როგორც უნდოდათ და ამის საფასურს ჩვეულებრივი ადამიანები იხდიდნენ. ნავთობს კი მოიპოვებდა ბევრი, მაგრამ მის გადამუშავებას და პროდუქტად შექმნას მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ. თანაც საჭირო იყო გადატანაც, რაც საკმაოდ დიდ თანხას უკავშირდებოდა. რადგან ამ დროს თამაში უკვე შემოდიოდა რკინიგზა, რომელიც აწესებდა საკუთარ წესებს. ვინც აკონტროლებდა გადაზიდვას, აკონტროლებდა ბაზარსაც. თავად დრეიკიც ისე გაკოტრდა, რომ საკუთარი აღმოჩენაც ვერ დააპატენტა. სხვათა შორის, იქამდე განათება ხდებოდა ვეშაპის ცხიმით, რასაც მილიონობით ცხოველი შეეწირა. რას აკეთებს ამ დროს როკფელერი? 1873 წლიდან იწყებს პირველი ნაბიჯების გადადგმას ნავთობის ბიზნესში, ბიზნეს პარტნიორთან კლარკთან ერთად. თუმცა, როგორც ვახსენე, ამ ორ ადამიანს სხვადასხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა წინსვლაზე და ბუნებრივია, რომ დიდხანს ვერ შეთანხმდებოდნენ. 1865 წელს როკფელერმა შეისყიდა კლარკის წილიც და მარტომ განაგრძო გზის გაკაფვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან აირჩია არა თანამშრომლობა, არამედ სრული კონტროლი. გააცნობიერა, რომ თუ სისტემის კონტროლი გინდა, კონტროლი არავის არ უნდა გაუზიარო. როდესაც შეაბიჯა ნავთობის ბაზარზე და დაინახა ქაოსი, უკვე იცოდა როგორ უნდა ემოქმედა. ის არ მოქმედებდა სწრაფად, დაიწყო საკუთარი წესებით თამაში. აკეთებდა იმას, რასაც სხვები, მაგრამ უფრო წამგებიანი გზით, იაფად.
ნავთობის ფასს ისე აკლებდა, რომ ფაქტობრივად მოგებაც არ რჩებოდა, რადგან ფიქრობდა არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ ხვალინდელზეც, რომელზეც დიდი გათვლები ჰქონდა. ვახსენე, რომ ბაზარს აკონტროლებდა რკინიგზა, რომელსაც ჰქონდა ფიქსირებული ტარიფები და მათი შეცვლა არც კი უფიქრია არავის. როკფელერმა კი სწორედ ამით დაიწყო. მან აწარმოა წარმატებული მოლაპარაკებები და დააკლებინა ფასი. შესაბამისად, მისი ნავთობი უფრო იაფად იგზავნებოდა, ვიდრე კონკურენტების. ჯონი არ უკრძალავდა კონკურენტებს ბაზარზე ყოფნას. უბრალოდ წამგებიანს ხდიდა მათთვის საქმიანობას, რადგან საკუთარ ნავთობს ადებდა ისეთ დაბალ ფასს, რომ ყველა მისგან ყიდულობდა. კონკურენტები კი კოტრდებოდნენ. შემდეგ მათ მხსნელად ევლინებოდა, ყიდულობდა მათ ქარხნებს და წილს თავაზობდა. ის არ უკეტავდა მათ ბიზნესის კარს, არამედ ცვლიდა გასაღებებს. ასე შეისყიდა 24 ქარხანა და მანვე დააწესა ხარისხის სტანდარტიც. მაგრამ სტანდარტებს ზოგადად აწესებს ის, ვინც უკვე ამისთვის მზადაა. ნელ-ნელა როკფელერი თავად ხდებოდა სისტემა. მალევე მიხვდა, რომ ფულის გაკეთება ნავთობზე კი არა, მის გადამუშავებაზე ღირდა. რომლისგანაც კონკურენტების მსგავსად მხოლოდ ნავთს კი არა, პარაფინსა და მაზუტსაც ამზადებდა. 1870 წელს დააფუძნა სტანდარტ ოილი, რომელიც მომავალში მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობ კომპანია გახდება. მისი, როგორც რვაფეხას საცეცები, მთელ ამერიკას დაფარავს და 10 წელში კომპანია ამერიკის ნავთობის 90%-ის მომპოვებელი გახდება. ყოველწლიურად მისი მოგება 1 მილიარდი დოლარით იზრდებოდა. ეს იმ კურსით და დღევანდელით 20 მილიარდით. 40 წლის ასაკში გახდა არა მხოლოდ მილიარდერი, არამედ მონოპოლისტიც. რაც უფრო იზრდებოდა სტანდარტ ოილი, მით უფრო ჩუმდებოდა ჯონი და ხმაურს იწყებდა საზოგადოება. რაღაც მომენტში როკფელერი გვარის კი არა სისტემის აღმნიშვნელი გახდა, რადგან ის აკონტროლებდა ნავთობის გადამუშავების უდიდეს ნაწილს. რის გამოც მცირე კომპანიები უბრალოდ გაქრა. ფას ბაზარი კი არა, უკვე ერთი ადამიანი აწესებდა. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ჯონ როკფელერის სახელმა შეერთებულ შტატებში პატივისცემის კი არა, შიშისა და სიძულვილის გაღვიძება დაიწყო. პრესამ კი პირველად ისაუბრა კორპორაციაზე, როგორც დემოკრატიისთვის საფრთხის შემქმნელზე. ჯონს მოიხსენიებდნენ არა როგორც ბიზნესმენს, არამედ ნავთობის მეფეს, რვაფეხას და ობობას, რომელმაც ამერიკა ხაფანგში გააბა. წერდნენ მის სიხარბეზე, კონკურენტების განადგურებაზე, უსამართლო გარიგებებზე. ხალხის მონურ მუშაობაზე. გამოჩნდა კარიკატურებიც, რომელზეც ჯონი წარმოდგენილი იყო როგორც რვაფეხა, რომლის საცეცები მოდებული იყო სარკინიგზო გზებზე, ქარხნებზე და კაპიტოლიუმზეც კი. ეს არ იყო უბრალო კარიკატურები, ეს იყო დახმარების თხოვნის ხმა. მოდით გავარკვიოთ, რას აკეთებდა ისეც როკფელერი, რომ ხალხი ასე შეშფოთდა. ძირითადად მას ბრალსდებდნენ კონკურენტების განადგურებაში. როგორც იცით, ის ნავთობის ფასს ხელოვნურად წევდა ხოლმე იმ რეგიონებში, სადაც მისი კონკურენტები იყვნენ და ამით მათ აკოტრებდა. გაკოტრებულ კომპანიებს კი ძალიან იაფად ყიდულობდა. ხოლო მათ, ვინც უარს ამბობდნენ კომპანიის გაყიდვაზე, გზას უკეტავდა, რადგან რკინიგზის სცენის უკან ყოველთვის ის იდგა. შესაბამისად, ადამიანები ვალდებული იყვნენ ამ ბიზნესი ჯონისთვის ჩაებარებინათ, ან უბრალოდ გამქრალიყვნენ. აღშფოთების მეორე მიზეზი პრესის გამოძიებას მოჰყვა, რომელმაც დაასკვნა, რომ სტანდარტ ოილი რკინიგზასთან განსაკუთრებული ტარიფებით თანამშრომლობდა. იღებდა ფასდაკლებებს და დებდა საიდუმლო გარიგებებს. ერთ-ერთი გარიგება იყო ისეთი, რომ რკინიგზას კონკურენტებისთვის მაქსიმალურად არასახარბიელო პირობები უნდა შეეთავაზებინა. ასევე, სტანდარტ ოილი ფლობდა სხვა კომპანიების კომერციულ საიდუმლოებებსაც. ეს ყველაფერი კი თავისუფალი ბაზრის იდეას ეწინააღმდეგებოდა. პირიქით, ერთი ადამიანი გუდავდა და ანადგურებდა ყველა შესაძლო კონკურენტს. მთელ ძალაუფლებას იგდებდა მხოლოდ საკუთარ ხელში. დემოკრატია უკვე საფრთხის ქვეშ იყო. ჟურნალისტებიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ აიდა ტარბელი, რომელიც არ იყო შემთხვევითი ადამიანი. მამამისი თავის დროზე ფლობდა ნავთობის წვრილ კომპანიას, რომელიც გააკოტრა ჯონმა. შესაბამისად, გოგონამ ძალიან კარგად იცოდა, როგორი ბინძური წესებით თამაშობდა როკფელერი, როგორ ანადგურებდა ადამიანების ცხოვრებას და ავიწროვებდა მათ. მისთვის ეს პირადი ბრძოლა იყო, რომელსაც თავი იდეალურად გაართვა. გამოსცა წიგნი The History of the Standard Oil Company, რომელშიც არ იყო ცხელგულზე გასროლილი ბრალდებები. იყო დოკუმენტები, არგუმენტები, დეტალურად გაშიფრული კონტრაქტები, გარიგებები, კონკურენტთა განადგურების სქემები. ფაქტობრივად მან დაამტკიცა, რომ სტანდარტ ოილი არ იყო წარმატება. ის იყო ეკონომიკური ძალადობის ჭკვიანური სისტემა. ადამიანებს უკვირდათ, როგორ შეეძლო სახელმწიფოს დაეშვა ის, რომ მთელი ქვეყნის ეკონომიკის ნახევარი ერთ ადამიანს ჰქონოდა და თან ეს ყველაფერი კანონიერი ყოფილიყო.
ამ პერიოდში 1895 წლისთვის ნავთობის ფასი ეცემა 30 ცენტიდან 8-ზე, რადგან ის იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე საჭიროება. და აქ გვევლინება ჰენრი ფორდი. იწყება საავტომობილო ბუმი. იზრდება ბენზინზე მოთხოვნა. ამით გადარჩება როკფელერიც. მოკლედ, ნეგატიურმა პრესამ ვერ გაანადგურა როკფელერის იმპერია, თუმცა აქცია ის კორპორატიული ბოროტების სიმბოლოდ. მისი სახელი ასოცირდებოდა არა წარმატებასთან, არამედ არაადამიანობასთან და სიხარბესთან. სწორედ საზოგადოების აღშფოთებამ გამოიწვია ანტიმონოპოლიტური გამოძიების დაწყება. სახელმწიფო ვერ აიგნორებს ამ თემის გარშემო ატეხილ ხმაურს. პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთი ადამიანი გახდა იმდენად გავლენიანი, რომ პრობლემას უქმნიდა მმართველ ძალასაც. ამის გამო 1890 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო შერმანის აქტი, პირველი ანტიმონოპოლიტური კანონი. ფორმალურად ეს კანონი ყველას ეხებოდა, თუმცა რეალურად სტანდარტ ოილის წინააღმდეგ დამტკიცდა, რადგან უკვე იმ მომენტისთვის ამერიკის ნავთობგადამუშავების 90% მას ეკუთვნოდა, კარნახობდა ბაზარზე ფასებს და ანადგურებდა კონკურენტებს არა ხარისხით, არამედ ზეწოლით. სახელმწიფო მიხვდა, რომ სტანდარტ ოილი აღარ იყო ბიზნესი. ის იყო თავისუფალი ეკონომიკის საფრთხე. 6 წელში, 1906 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მმართველობამ ოფიციალურად უჩივლა როკფელერს. ადანაშაულებდნენ უკანონო მონოპოლიაში, შეთქმულებებში, ტერორში, კონკურენტების შევიწროებასა და განადგურებაში. გამოძიება 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შესწავლილი იქნა ათასობით დოკუმენტი, საიდუმლო შეთანხმებები, ყოფილი პარტნიორებისა და კონკურენტების ჩვენებები, კონტრაქტები, რომელთაგან ნათლად ჩანდა ის, რომ მონოპოლია არ იყო შემთხვევითი, ის იყო კარგად დაგეგმილი და დაპროექტებული. 1911 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა. სტანდარტ ოილი ნამდვილად არღვევდა ანტიმონოპოლიურ კანონებს. ამის გამო სტანდარტ ოილს 34 დამოუკიდებელ კომპანიად დაშლა დაევალა. ეს ისტორიული მომენტი იყო. სახელმწიფომ პირველად დაშალა ქვეყნის უდიდესი კორპორაცია. როკფელერიც ოფიციალურად აღიარეს უკანონო მონოპოლიის შემქმნელად. გქონიათ ამან როკფელერი ბეჭებზე დააგდო? არა, რადგან ის არც განადგურებულა და არც ფინანსურად უზარალია. ყველა კომპანიაში შეუნარჩუნეს აქციების წილი, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც აღიარეს მონოპოლისტად, იმაზე უფრო მეტად გამდიდრდა, ვიდრე იყო აღიარებამდე. ამან აჩვენა, რომ კანონს შეუძლია კორპორაციის განადგურება, თუმცა არა მისი შემქმნელის. ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ მაგალითში. როკფელერი არ ჩამჯდარა ციხეში, არც ბუდიში მოუხდია ვინმესთვის. აბა რა გააკეთა? სტრატეგია შეიცვალა და დაიწყო პატიების შესყიდვა. ის მილიონობით დოლარს წირავდა უნივერსიტეტებს, მედიცინას, მეცნიერულ კვლევებს და საქველმოქმედო ფონდებს. აშენებდა დაწესებულებებს, რომლებსაც არქმევდნენ მის სახელს, ქმნიდა ფონდებს, რომლებიც ადამიანებს ეხმარებოდა მკურნალობასა და განათლებაში. ოღონდ ამ ყველაფერს აკეთებდა მხოლოდ კამერების წინ, საჯაროდ. და ამან შედეგი გამოიღო. ნელ-ნელა მისმა რეპუტაციამ გამოსწორება დაიწყო და ის ბაზრის განმანადგურებლად კი არა, მოხუც ქველმოქმედად იქცა. თუმცა, ამ საქმიანობაშიც კი სრულ კონტროლს იღებდა და იმ განათლებისა და მედიცინის კერებს, რომლებსაც აფუძნებდა, მხოლოდ თავად მართავდა. ისევ, ეს არ იყო ემოციების ამბავი, ეს იყო სისტემის გაგრძელება. როკფელერი არ გახდა სხვა ადამიანი, მან უბრალოდ გავლენის ახალი ინსტრუმენტი იპოვა, რომელიც შთამომავლობამ გააგრძელა. ჯონი ამბობდა, რომ 100 წლამდე იცოცხლებდა, თუმცა 2 წელი დააკლდა. 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამით ისტორია არ დასრულებულა. შეიცვალა უბრალოდ მოქმედი პირი. ჯონ როკფელერ უმცროსით, მისი შვილით. მამამ მას იმხელა გავლენა, ფული და სახელი დაუტოვა, რომ მარტივად შეაღწია ფინანსებში, პოლიტიკაში, საერთაშორისო ინსტიტუტებში, განათლებასა და გლობალურ ფონდებში. სწორედ მისი მონაწილეობით შეიქმნა უმსხვილესი საბანკო და საფინანსო სტრუქტურები. ნიუ-იორკში ააშენა 70 სართულიანი როკფელერ ცენტრი, რაც იმ დროისთვის რთულად წარმოსადგენი იყო. გვარი სულ უფრო და უფრო წინ მიდიოდა. მეორე მსოფლიო ომმა მათ მოუტანა უფრო მეტი ფული, რადგან ისინი იყვნენ ტანკებისა და ავიაციისთვის საწვავის მიმწოდებლები. სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ ომიც კი ამ ოჯახმა დაიწყო, რადგან მათი ბანკი JP Morgan-ი აფინანსებდა ადოლფ ჰიტლერს, მისცეს 11 მილიარდ დოლარიანი კრედიტი, რითიც დაეხმარნენ ხელისუფლებაში მოსვლაში. ომის დასრულების შემდეგ ოჯახმა ააშენა გაეროს შტაბი, ისევე როგორც Chase ბანკი, რაც ყველაზე საინტერესოა, 1954 წელს მათ დააარსეს ბილდბერგის კლუბი.
ყველაზე გასაიდუმლოებული, დახურული კლუბი მილიარდერი ადამიანებისთვის. ამ საქმეში უკვე ჯონის შვილიშვილი დევიდი იყო ჩართული. დღემდე ყოველწლიურად ამ ადგილას მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან უმდიდრესი ადამიანები, პოლიტიკური ფიგურები და რაღაც საკითხებს წყვეტენ. შეთქმულების თეორიის მომხრეების აზრით, სწორედ იქიდან იმართება სამყაროში მიმდინარე მოვლენები. როკფელერები და ბიზნესმენები ირჩევენ ქვეყნების მმართველებს და აგვარებენ გლობალურ საკითხებს. ეს აზრი გაამყარა ამერიკის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, რომელიც 1991 წლისთვის დიდად ცნობილი ფიგურა არ იყო, მაგრამ კლუბში ვიზიტის შემდეგ უეცრად ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. ეს რამდენად მართალია, ალბათ ვერ გავიგებთ. როკფელერები დღეს საიდუმლო მარიონეტები კი არა, მაგალითი არიან იმის, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლება გადავიდეს მემკვიდრეობით. ძალაუფლება, რომელიც იცვლის სახეს და არა მნიშვნელობას. რადგან დღეს უკვე მათი მეექვსე თაობა ისე ურღევად და უფრო ფესვგამჯდარი დგას. აქვე საინტერესო ფაქტი. წეღან ვახსენე დევიდ როკფელერი, რომელმაც ბაბუის ოცნება აასრულა და იცოცხლა 102 წელი, რისთვისაც მას დასჭირდა გულის გადანერგვა. 6-ჯერ. რომ მიუბრუნდეთ ვიდეოს მთავარ ფიგურას, ჯონ როკფელერი საბოლოოდ გარდაიცვალა როგორც მეტად პატივსაცემი ქველმოქმედი ადამიანი. მაგრამ უნივერსიტეტების სახელებს რომ ჩამოვაშოროთ მისი სახელი, დაგვრჩება ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ამ სამყაროში ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი. მათ შორის პატიების. რამდენად კარგი ადამიანი იყო როკფელერი, ეს ცოტა სადაო საკითხია. თუმცა ის, რომ ის უძლიერესი ფიგურა იყო, რომელმაც ცხოვრებაში გაიმარჯვა და საკუთარ მიზნებს მიაღწია, ეს ხადზე ცხადია. ამიტომაც სამოტივაციოდ გიტოვებთ მის 5 რჩევას. იქნებ გამოგადგეთ. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჩემი მოვალეობაა გამოვიმუშაო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ვხარჯავ. როგორც გახსოვთ, ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან დაიწყო შემოსავლებისა და გასავლის აღრიცხვა. შესაბამისად, სიმდიდრე დიდი ფულით კი არ იწყებოდა, არამედ ხარჯების მკაცრი კონტროლით. უკეთესია მიიღო 100 ადამიანის ძალისხმევის 1%, ვიდრე საკუთარი 100-ის. ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაა. როკფელერი აშენებდა სისტემას. ის არ მუშაობდა მარტო. დიდი ფული იშოვება არა შრომით, არამედ მასშტაბით. ის შრომას თვლიდა მორალურ მოვალეობად. დედისგან გამომდინარე რელიგიური ადამიანი იყო და მუშაობა მისთვის ღმერთისადმი მსახურებას ნიშნავდა. ის არ ხარჯავდა ფულს ფუფუნების საგნებში, არ სვავდა, არ ეწეოდა და ფაქტობრივად ასკეტურად ცხოვრობდა. დისციპლინა მისთვის ნიჭიერებაზე მნიშვნელოვანი იყო. ყველა სირთულე შესაძლებლობაა. მაშინ, როდესაც კრიზისი დგებოდა და კონკურენტები პანიკას იწყებდნენ, ის აქციების შესყიდვის პროცესს ანახლებდა. შესაბამისად, ბაზარში შიში მისთვის უდრიდა ძლიერებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას. ფული ნდობაა. ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ ფული ხელის ჭუჭყი კი არა, აუცილებლობაა. ადამიანმა უნდა იცოდეს თანხის გამომუშავება, გამომუშავებულის შენარჩუნება და სწორედ დაბანდება. საბოლოოდ როკფელერი ისტორიაში არ შესულა ადამიანობით. შევიდა როგორც ციფრი, პირველი მილიარდერი. და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საუკუნეების განმავლობაში მისი გვარი ყველაზე გავლენიანი ყოფილიყო. არხის წინსვლისთვის გთხოვთ, რომ გამომიწეროთ, დაალაიქოთ ვიდეო და დამიტოვოთ კომენტარი. დროებით!